მოგესალმებით, დადგა კვირა დღეს აღამო 10:09 მე გახლავართ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვიკითხო ყველა ის ადამიანი, ვისაც ჩვენი მოკითხვა ახარებს, ვინც მარტოვას შინახარ და ვისაც დღევანდელი დღე გიხარია და ვისაც ღმერთის გწამთ და ვინც ხართ ამ გადაცემის მოლოდინში, იმიტომ რომ მარტო ხართ და რაღაცას ელოდებით იმას, რომ აი მოძღვარი რაღაცას განუგეშებს და ამ გადაცემიდან რაღაც სარგებელს ნახავთ და ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, რომ რაღაცა ანტი გადაცემები, რაღაცები კეთდება და ამაში ძალიან ამ გადაცემების პასუხის გაცემაში ძალიან ბევრ დროს კარგავთ ხოლმე და ჩვენი გადაცემა არის რელიგიური და მე აი მინდა რომ ყოველთვის არავინ არც არ განვიკითხოთ აქ არც არაფერი ისეთი არ მოხდეს მინდა რომ რაღაცა აი ეს მძიმე მდგომარეობა ჩვენ ვერაფერს ვერ ვასწორებთ მაინც ამ ქვეყნად ძალიან ცუდი მდგომარეობა არის და მოდით აი ჩვენ როგორ გადავიტანოთ ის ყველაფერი ისე ღირსეულად და ისე მაგრად როგორც ქრისტიანს და როგორც ადამიანს შეეფერება ხო ჩვენ ხო მათ არ დავემსგავსებით ხო იმიტომ რომ რაღაცა ზოგჯერ ხდება ხოლმე ცუდი რაღაცა აქედან რეაგირება ხდება ხოლმე რაღაცა და ანუ ვერაფრით შეიძლება ვეღარ განსხვავდეთ სხვისაგან იმიტომ რომ რაღაცა ამაზე ჩვენ რეაგირებას ვახდენთ და ამისათვის მოდით ჩვენ რაღაცა სულიერ თემებზე და უფრო ისეთებზე ვისაუბროთ და დღეს ყავს სტუმარი აი მეორე კატში კი ჩანს ჩემთვის საყვარელი სტუმარი მამა გიორგი თევდორაშვილი და მე ვფიქრობ რომ ძალიან ბევრ დროს კარგავს საერთოდ ადამიანი იმაში რომ ვიღაცის პასუხის გასაცემად ან ვიღაცის რაღაცად ანუ აი ზოგჯერ ხდება ხოლმე რომ მამაო არიან ადამიანები რომლებიც გამოგიწვევენ რაღაცა და ამით ცოცხლდებიან შე რო აქედან ხდები მათი პასუხის გამცემი მათზე რო რეაგირებ და ასე შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანი ესეთი ზოგ სახში ყავს ზოგი სამსახურში და ზოგს აი ტაძარში შეიძლება მოვიდეს და რაღაცა გაგაღიზიანოს ასე შემდეგ ხო ჩვენ მამო აი ჩვენი დრო რო აი ამ ცუდმა ადამიანებმა არ მოიპაროთ ხო იმიტომ რომ ჩვენ არც ისე დიდხანს ცოცხლობთ ხო ეხლა მთელი ცხოვრება თუ დავიწყეთ ვიღაცის პასუხის გაცემებში ხო ჩვენ თავარია ჩვენ ხო ვიცით რომ ჩვენ ვართ მართლები ღმერთის წინაშე და ასე შემდეგ ხო აი ამ შემთხვევაში რა უნდა ვქნათ ჩვენ რო ეს დრო ფაქტიურად აი ბოლოტმა ისე გააკეთა რომ აი ბოლო ხანებში რაც გადაცემები წავიყვანე მამო გულე აზე დამწყეცით რომ სულ იმაში რაღაცა ვიღაცას იქ ვიღაცის პრობლემა არის იმაზე რაღაცა და ამ დროს რაღაცა ბევრ ადამიანს სულიერი საკითხები აინტერესებს და მე კიდე რაღაცა ისე ვიქეცი რომ თითქოს სულ ყოველთვის რაღაცა ვიღაცას პასუხი არ მაინტერესებს არც ის პეტრე არ მაინტერესებს არც ის მამალაძე არ მაინტერესებს არც ის ბოროტი ადამიანები ვინც ეკლესიის წრები არიან მინდა რომ იმ ადამიანებს ვისაც მაგრა უჭირთ ძალიან და ძალიან დიდი პრობლემა აქვთ ხო სიტყვაზე იმ ადამიანებს ჩვენ რა უშველოთ როგორ გადავიტანოთ ეს ყველაფერი და ძალიან ბევრი ადამიანი სხვა ტელევიზიებით იკვებება იმით რომ ვიღაცა პეტრეზე ლაპარაკობს ვიღაცა იქ მამლა არ გვაინტერესებს მართლა აღარ მაინტერესებს და არც მაინტერესებს და არასოდეს რატომ მოხდა ისე რომ ჩემ გადაცემაში ერთი-ორჯერ ვახსენეთ ძალიან გული მწყდება ეხლასო ჩემი ძვირფასო დრო დავთმე მაგათ. აი შესავალი მინდა გავაკეთოთ ჩვენ როგორ ვიცხოვთ არც ივანიშვილი მაინტერესებს არც სააკაშვილი არავინ არ მაინტერესებს იმიტომ რომ ვიცი რომ ამ ქვეყანას ეგ ადამიანები არავინ სიკეთეს არ მოუწევს. სიკეთის მომტანი ადამიანი ამ ქვეყანად რაღაცა სათავეებს ვერ დაიმკვიდრებს და ვერ დაისადგურებს იქ ზემოთ. ეხლა იმიტომ რომ ისეთ ქვეყანას სადაც აი ბოლო მე ვახშე სიტყვაზე აგერ TBC ბანკის ის წამებულის როლში მოგვევლინა ხალხი ყავს გამწარებული ხო? რავი ბევრი პოლიტიკოსი და წამებულის როლში გვევლინებიან. ხვალ შეიძლება ბიზნესზე თქვენ რომ საწყალი აგერო აი ადამიან ქართულმა ხალხმა რა უკნესო. სააკაშვილიც უკვე იძახიან მე მგონი აღარ ვიცი უკვე რა ქვეყანა არის და გეხვეწებით მამო თუ შეიძლება აი ამ მდგომარეობას ჩვენ როგორ გავუძლოთ უბრალო ისეთმა ხალხმა შესავალი კი გამომივიდა ის არ ქვია ღრმა, მაგრამ მე აი უკვე ბევრი კითხვა დავსი და თუ გვეტყვით მამო რომ ჩვენი დრო რო აი ჩვენი ძვირფასი დრო ისაც აი თქვენ უნდა მოგახმაროთ იმ ადამიანებს ვისაც ჩემი იმედი აქვს, ვისაც ჩვენი იმედი აქვს. რატო არ უნდა დავკარგოთ აი სხვების სიცოცხლეში ან სხვის რაღაცა განსჯაში ან რაღაცა. როგორ მივხედოთ ერთმანეს და როგორ გამოწვეთ ამ სიტუაციიდან, იმიტომ რომ ეს ქვეყანა არის მევახშების, ფულიანების, რაღაცა უბედურების ისინი და ყველაზე მაგარი არის რომ ირგებენ მერე საცოდავის ნიღაბს და აი მე დედა რასაწყლები არიან თურმე დავიღუპეთ აი ხაზარაძე რასაწყალი არის და ყველა ამას დარდობს რომელმაც გაამწარა ნახევარი საქართველოს თავის მევახშეობით ხო სიტყვაზე აი ამ შემთხვევაში მამო ჩვენ რა უნდა ვქნათ იქ კიდე საწყალია მამალაძე საწყალია პეტრე არის სიმართლის თქმელი კაი მეუფე ძალიან გადასარევი თურმე და ჩვენ რომ ამაში დრო არ დავკარგოთ მაპატიეთ ბოდიშვიხტი აი ამ შემთხვევაში ჩვენ როგორ არ დავკარგოთ დრო დიდი მადლობა გიორგი მომიწვიე და პირველ რიგში ის უნდა ვქნათ რომ დავმშვიდეთ დიახ გადაცემის წინ უფრო მშვიდად იყავით ახლა ცოტა აღელდი აღელდი ამ თემებზე ძალიან მაგიზიანი არ გიხდება გიორგი აღელობა იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ დრო ღმერთმა მოგცა ჩვენ სულის ცხონებისთვის პავლე მოციქული ამბობს რომ გამოისყიდეთ დრო რამე თუ ბოროტ არიან დღენი
დღეს არის უძღებიშვილის კვირა, მოსამზადებელი პერიოდი დაიწყო ეკლესიაში, გასული კვირა იყო მეზორე და ფარისეულის და უძღებიშვილის კვირა. უნდა ვიცოდეთ გიორგი, რომ ნახევარი სამყარო და უფრო მეტიც არის მამის სახლიდან გასული უცხო ქვეყანაში, მოჯამაგირეთ არიან მოქალაქესთან, რომელსაც სიმბოლურად ეშმაკი ეწოდება და ღორების სალაფავს რქას ჭამენ და ვერ ზღებიან. გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუმაზღარი. ჩათვალე რომ 80% არის უძღები, გასული მამის წიაღიდან და დროს კარგავენ გიორგი ბოროტებაში, სიძვაში, მრუშებაში, განკითხვაში, ჩხუბში, აყალ-მაყალში. და ამ დროს ეკლესიაში ირეკება ზარი და მოუწოდებს ეკლესია და დაფიქრდი, სად ახარ შვილო? მამასთან ხარ თუ მამის გარეშე ხარ, ეზოში ხარ თუ ეზოს გარეთ ხარ? დრო უნდა სასწრაფოდ ჩვენ გავითვალისწინოთ, გამოვიყენოთ, რომ დავბრუნდეთ მამასთან. ახლა მე და შენ იმდენი პრობლემები გვაქვს, რომ ნამდვილად ვინ ჩამოთვალე, ის ხალხი ნამდვილად არ მაინტერესებს. უბრალოდ მათ მე კარგს უსურვებ მხოლოდ და ეს დრო, რომელიც ჩვენ ღმერთმა მოგცა და წამზომი ჩართულია დაბადებიდან გარდაცვალებამდე, არავინ არ ვიცით, როდის შემოკრავს ზარი, რომელიც გეტყვის, რომ ეხლა შენ უნდა წამოხვიდე და შენი პირადი სამსჯავრო გელოდება. აი ამ შემთხვევაში უნდა დავფიქრდეთ კარგად. რამდენჯერა გვაქვს გიორგი მოსმენილი უძღებიშვილის იგავი, ხო? ზოგს უკვე დაღეჭილია, დეტალურად განმარტებებითაც იცის, მაგრამ აი გაბრიელ ქიქოძე ამბობს, რომ თქვენო არც მამასთან ახართო და არც მამიდან წასულები ხართო, ანუ არც უფროსიძე ხართო და არც უმწმესი, არც უძღები, ანუ ნერთბილები ხართო, არცივი ხართ და არც ხელი ხართო. ესეთი ადამიანი ღმერთს არ უყვარს, ხო? იონის გამოცხადებაში წერია, ამოგანთხევ პირიდანო, როცა ხარ ნერთბილი. და ეს ნერთბილი ხალხი ძალიან საშიშია გიორგი, არც მორწმუნეები არიან ბოლომდე, არც ურწმუნო ზოგი ანაფორით არის შემოსილი, ვითომ ჩვენთან არის და როგორც იოანე ღვთისმეტყველი ამბობს, რომ ისინი ვინ ჩვენიდან გავიდნენ, არც მაშინ იყვნენ ჩვენიანები, როცა ჩვენთან იყვნენ. ეს არის ძალიან საშიში ხალხი, რომლებიც ყოველთვის მედროვეები არიან და ფიქრობენ, აი ახლა ვისი დრო მოვიდა და რომელ ნავში უნდა გადაჯდნენ, მაგრამ ჩვენ ეს არ გვაინტერესებს, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთგული შვილები, ერთი წმინდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესიით, რომელიც საქართველოში უკვე 21 წელია მსხემობს, მოღვაწეობს და დრო, რომელიც ძალიან ძირფასია და შენ ყოველთვის დროს მისტერი და ამბობ ხომ რომ დრო დამემატეთ, იმიტომ რომ ისეთი საინტერესოა ღვთისმეტყველებაზე, სახარებაზე, ხარებაზე, სიხარულზე, სიყვარულზე საუბარი, რომ ცოტაა დრო, ძალიან ცოტაა და ჩვენ შენ გვიკვირს ყოველთვის რომ უყურებ ადამიანი საათობით გამოდის ეკრანზე და ამ ძვირფას დროს ხარჯავს იმაში, რომ ცუდი თქვას ვიღაცეებზე, ხო, აი ის ვარგისი, ის ნაზირალა და ასე შემდეგ. აი უყურე პარლამენტის ხდომებს, ხო, რაში კარგავენ დროს. რაღაც სისულელე კანონებს იღებენ და ამ დროს ქვეყანა თავზე გვექცევა. ძალიან ძიმე მდგომარეობაშია ქვეყანა და ახლა მოსამართლეები იყვნენ თუ არა, მუდმივად ამაზე კამათობენ, გესმის და საფლავზე გასვლა შეიძლება თუ არა, რამდენი დღეში უნდა დაიკრძალოს მიცვალებული, ცხოველებს გამრავლებას უკრძალავენ, მიცვალებული მჯდომარე უნდა დაიმარხოს თუ არა და მოკლედ რაღაცა სისულელეში კარგავენ დროს. ეხლა ვიღაც იტყვის, რომ რა შენი საქმეა, მაგრამ არის ჩემი საქმე, მე რომ შენ აგირჩიე და მანდატი რომ მოგანიჭე, ხო, შენ ვალდებული ხარ, რომ ჩემი ქვეყნის კეთილდღეობაზე იზრუნო და გამოასწორო ქვეყანაში არსებული მდგომარეობა. როგორც მე მევალება ღვთის სიტყვის გადაგება და ადამიანების მიყვანება დიდოსკალოსთან, ჭეშმარიტ იესო ქრისტე ღმერთთან. მე ვარ პედაგოგი, მასწავლებელი, რომელიც პირადი ცხოვრების წესით და ჩემი ქადაგებით და დამოძღვრით დრო არ უნდა დაგაკარგინო შენ. ეკლესიაში რომ მოხვედი ხარ, რა ბედნიერება გიორგი, რომ ადამიანი დღეს ნარიყალაზე რომ ამოვა ამ ხელა მანდიზე, ხო? ტრანსპორტი არ ამოდის, უნდა ფეხით ამოხვიდე, ან მანქანით რომ ამოდიხარ, შეიძლება საცობში მოყვე. და ის ადამიანი ნარიყალაზე რომ ამოდის, მე იმას დრო უნდა დავაკარგინო, ტყუილად, ვინდა პირიქით, ხო? რაც შეიძლება მეტად უნდა დავმოხტო სულიერებით, სიყვარულით, სიმშვიდით, უბრალოებით, იქიდან წამოვიდეს გახარებული. ხა მე რომ ქადაგებაში ვეჩხუბო, ვიყვირო, განვიკითხო და დავამძიმო, ხო? უფრო არ გამოვა რა, ამიტომ შეიძლება ის ბოლო წირვა იყოს მისთვის, ხო? მაგრამ შეიძლება საპყრობილეში მოხდეს, შეიძლება სავანტყოფაში მოხდეს, შეიძლება ვეღარ მოვიდეს და ბევრი ყოფილა ასეთი შემთხვევა, რომ ადამიანი ბოლოს მინახავს და მე გამიგია, რომ გარდაიცვალა ან დაიჭირეს, ან სავანტყოფაში მოხდა. ამიტომ დრო არის ძალიან ძვირფასი. დადგება დრო, რომ დრო აღარ იქნება მე, დრო იყო დრო არ იყო და დადგება დრო აღარ იქნება. და ამიტომ ეხლა ყველა ერთხმად ამტკიცებს, რომ დრო ჩქარა გადის თითქოს, ხო? აი იონეს გამოცხადებაში წმინდა წერილში წერია, რომ
ეს დრო წმინდანების გამო შემცირდება. იმდენად მტკივნეული ცხოვრება იქნება და იმდენად გაუსაძლისი იქნება ცხოვრება, რომ წმინდანების ლოცვით ღმერთი შეამოკლებს დროს. ხვდები? ამდენად გაუსაძლისია ეს ცხოვრება, რომ თითქოს მალე გინდა რომ დამთავრდეს ეს ჭირი და ურვა და მალე მიხვიდე უფალთან, ხო? და ვინც ახლა ამ ცხოვრებაში გალაღებულია უძღებიშვილივით და ერთობა და მამიდან წასულია და მამისგან ნაბოძვარი წილი დახარჯა გართობაში და დროსტარებაში, იმას უნდა დიდხანს გაგრძელდეს ეს ცხოვრება და აი დიდხანს ისიამოვნოს ამ სოფლიური რაღაც სიამოვნებები და ასე შემდეგ, მაგრამ აი წმინდანები, პატიოსანი ხალხი, ის ხალხი, ვინც მართლა ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ, ყოველთვის ეჩქარებოდათ მაცხოვართან შეხვედრა და მოდი მალე იესო, ესე მთავრდება იოანეს გამოცხადება, ბიბლია ასე მთავრდება, ხო? რამდენი ადამიანს საკითხulis არაა გიორგი ბიბლია არის სამყაროს შექმნით დაწყებული და მთავრდება სამყაროს აღსასრულით და ვიღაცას გონია რომ აი იცი მე დიდი ხანი ვიცოცხლე ყველაფერი კარგად იქნება არაფერი არ გამეჭირდება ისეთი რაღაცები მოხდება ქვეყანაში და ეკლესიაში რომ ძალიან ბევრ ადამიანს გაუკვირდება მაგრამ მე იცი რა მინდა რომ აი არ მინდა რომ ჩვენ პოლიტიკოსებს დავემსგავსოთ გიორგი რა აი უკვე არავინ აღარ უსმენს ახლა ცნობილ პოლიტიკოსებს ოპოზიციონერებს ხო ახლა უკვე სასულიერო პირების ცხოვრება აინტერესებთ ხო რაღაცა წერილი არსებობს თითქოს რაცა ძალიან ესეთი ამარზენი ფაქტებია აღწერილი და ასე შემდეგ ჩვენ ხო ვიცით სახარებაში როგორ წერია რომ არ არის დაფარული რომელი არა განცხადებს ხო ახლა მე ვისი წერილის მეშინია ან ვისი რაღაცის თქმის ქვეშ უნდა გვეშინოდეს ხო ჩვენ ღმერთის შიში დავკარგეთ გიორგი და თუ ადამიანი ღმერთის შიშს კარგავს ხო აი მე რომელი პიროვნების უნდა მეშინოდეს ან რომელი რა ვიცი ბუა მოვა თუ რაღაც პოლიტიკა შემაშენებს თუ პოლიტიკოს შემაშენებს ხო აქედან გამომდინარე მინდა ჩემო ძვირფასებო ყველას მოგიხმოთ და გთხოვოთ რომ დავიწყოთ სიარული ეკლესიაში ორ კვირაში დაიწყება დიდი მარხვა და აი ამ მარხვაში ჩვენ ვეცადოთ რომ დრო რომელიც ჩვენ სული საცხოვნებლად მოგცა ღმერთმა სხვის განკითხვაში სხვის დამცირებაში სხვის აუგად მოხსენებაში არ დავკარგოთ გიორგი და იგივე ჩვენი ეთერი რომელიც მე ძალიან მიყვარს და აი მართლა ბავშვივით მიხარი ახლა მე ტელევიზიის ხამი არა ვარ მოგეხსენებათ მაგრამ აი შენთან ეთერი სულ სხვა არის იცი რაღაცა შენთან ეთერია როგორც დედმამიშვილთან რო ზიხარ სუფრაზე და ისე რო ლაპარაკობ იმიტომ რომ აქ ვარ ლაღად რაღაც უფრო შვიდათ ვიცი ისეთ რამეს არ შემეკითხები რაც შენთვის უხერხული არ იქნება და უფრო რაღაც გუწმილად ვსაუბრე ჩარჩოებში არა ვართ ხო აი ჩვენ რაღაცა ფორმატი არა გვაქვს ამიტომ მე ყოველთვის გზაში ვფიქრობ გიორგი ახლა რა თემაზე მასაუბრებს ხო მე თვითონ მაინტერესებს ხოლმე ძალიან მაგრამ რა თემაზე უნდა ვისაუბროთ გიორგი ისეთი უცხო და ახალი რო იყოს ხო ისეთი რაც ყველაზე ძალიან ახლა ჩვენ რაზე ვლაპარაკობდით რომ ახლა ზემო სვანეთში ან რაჭაში და შორეულ გურიაში და სამეგრელოში რომ ვიღაც ბებია და ბაბუა ან ესეთი გაჭირებული ადამიანი რო ზის და იმედი რო გადაეწურა საერთოდ უკვე აღარც პოზიცია აინტერესებს აღარც ოპოზიცია არავისი რო არაფერი აღარ ჯერა გიორგი ახლა ჯერა ერთი უკვე ეკლესიის ხო ახლა მე ხედავ რომ ეკლესიას როგორ უტევენ ხო მათ სახარება წაკითხული არა აქვს ეთყობა რომ წერია რომ ჯოჯოხეთის ბჭენი ეკლესიას ვერ მოერევიან ჩვენ გამარჯვებულ ომში ვართ ჩაბმულები მაგრამ პირდად ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა ამ გამარჯვებაში და მე ყოველთვის ვცდილობ რომ ახლა მე კახელი მევენახე მისმენს რაჭველი გლეხი მისმენს და მისმენს გურული ესეთი ხალასი გონება რო აქვს და საყვარელი იუმორი რო აქვს ხო აი მათ ველაპარაკები ახლა მე და არა ღვთისმეტყველების თეოლოგებს ბჭყალებში ძალიან ბევრი რო არიან და რატომ ყავს თეოლოგები ყველა ეკლესიას როგორ ებრძვის კაცო და საპატრიარქოს რა საინტერესოა ერთი ჩვენიანი როგორ ვერ გაიზარდა ხო აი როგორ შეიძლება თეოლოგი ქვია ჯერ სად არის რა თეოლოგი ხარ და ახლა რა აღამაინც და მაინც ამ არასამთავრობოსავით პირდაპირ ეკლესიას ებრძვი კაცო და პროუსულებს გვეძახე ხო აი მოდი ერთხელ აბა დამიჯექი და ვისაუბროთ რა კაცი ხარ რა გაგწაკითხული ან რაში მოგცეს თეოლოგიის მაგისტრის ხარისხი და ღმერთი თუ გწამს საერთოდ ეგ არის საინტერესო ხო იცი რატო სწავლობენ ესენი მათ ღმერთი კი არ წამთ გიორგი რაღაცას სწავლობენ რაღაცას გადმოიწერენ თარგმნიან დაიცავენ დისერტაციას და აი მე უღონთ ამერიკის საერთაშორისოში რომ თავისუფლად შევიდნენ და გამოვიდნენ გამიგე რომ აბა ახლა აგინე საპატრიარქო ახლა აგინე ღვთლებს და მაგარი ბიჭი ხარ და მე პატარა ევროებსთან დიდფულს კი არ აძლევ რაღაცა გროშებს მიუყრიან და ესეც კიდე გახარებულია რომ ახლა დემოკრატიის შუქურაა და ეკლესიაში უნდა რა გავიგე იცი რომ ესე იგი ძველი საღვთოება უნდა ჩაანაცვლონ ახალი საღვთოებით რას ნიშნავს ძველი ჩაანაცვლო ახლით ნატურა ხო არ არის რომ გამომცვალო კაცო ვერ გავიგე ხო ეკლესიაში რა ძველია ხო უფრო მადლიანია და უფრო გამოცდილია რა ესე იგი რას ნიშნავს რომ
ახალი აზროვნება რომ შემოვიდეს და თვითონ როგორც უნდა მარხვები რომ შეამცირონ, რაღაც ესეთი ლიბერალური სწავლებები რომ შემოვიდანონ, გესმის? აი, იმის მაგივად რომ რაღაცა სახარება უფრო კარგად წაიკითხონ, თავდაბლობა გქონდეთ, სიყვარული გქონდეთ, აი მათ ჩვენ ერთი რით ახარ ჩემზე უკეთესი რომ შენგან რაღაც ვისწავლო, ხო? აი გამეცინება ხოლმე გამოვა ვიღაც არ მინდა გვარები და სახელები რეკლამა გაუკეთო მას და თეოლოგი ხო? ხო ხვდები როგორი თეოლოგები არიან და თეოლოგები არიან და როგორ შეიძლება რომ ყველა თეოლოგი ებრძოდეს საპატრიარქოს კაცო ხო აი რაღაც ერთი მამა ყავთ მე მგონი ამ დალოცულებს რა აი ამიტომ ყველა საუთხო რომ ჩვენ არავის არ ვებრძოლოთ ჩვენ საკუთარ თავს ვებრძოლოთ სახარება უკეთესად გავიგოთ უძღების შვილის ფორმატში ჩავაყენოთ ჩვენი თავი და დავბრუნდეთ მამასთან და უთხრათ რომ მე შენი შვილობის ღირსი არა ვარ და მე შევწოდე შენ წინაშე და ცის წინაშე და ჩემი ადგილი აქ არ არის ავაზაკები და უბრალოდ მომიხსენე უფალო ხო და ასეთ რამას ვერ ხედავთ გიორგი პირიქით ეხლა როგორ არის რომ ვიღაცას რომ უნდა რომ ცნობილი სასულიერო პირი გახდეს ხო უნდა დაიწყოს გინება პატრიარქის და ეკლესიის და მღვდლების და არ გამოვა შემოკარგებო ასე რა საქმებან შენმან გამოგაჩინოს ხო აი რა გაგიკეთებია ეკლესიაში ერთი მითხარია სოფელში ერთხელ მაინც გასულ ხარ გიქადაგე ერთი ადამიანი მაინც მოგიყვანია ქრისტესთან ან საერთოდ რა გაგიკეთებია ხო სადღაცას წახვედი რაღაცები ვითომ დაწერე ჩამოხვედი იმ აზრით რომ აქ არის სიბნელე შენ ხარ ძალიან განათლებული და ეხლა მე უნდა შევცვალო კურსი საქართველოს სამოციქულო ეკლესიის და ვერავინ ვერ შეცვლის ამ კურსს ეს კურსი არის ქრისტეს კურსი ეს არ არის არც რუსული კურსი და არც ფრანგული და არც რა ვიცი როგორ გითხრათ ხალხო და მე სიყვარულს ვერ ხედავ გიორგი და დრო სიყვარულში და ლოცვაში და თავდაბლობაში გავატაროთ მე ასე ვფიქრობ რა. დიახ. აი მამაო თვითონ აი ეს ადამიანები რომ მოგვიწოდებენ სიტყვაზე ხა ძალიან მოკლედ და ერთ წამიან იმას ვიტყვი რომ უბრალოდ აი ხაზ გავავლებ რომ ის ადამიანები ხო ბევრი გამოვიდნენ ტელევიზიით და ამბობდნენ რომ აზი არის სიტყვაზე ვიღაც აი ეს ნებისმიერი ანუ ჩვენ გვაქვს ეკლესიაში რამე გამოსასწორებელი თვითონ როდის ეზიარენ უბრალოდ ადამიანი თავის თავს ხონდა დაუსვა ანუ რომელი იყო იქ მაზიარებელი არ ვიცი რა იციან ზიარები საერთოდ ეგეც არ ვიცი ეს ერთი მე მეორე აი სამართლ პალატკაში წევს ახლა ის ნაზიარებია ის ეკლესიურად ცხოვრობს აი ეგ რატო გჭირს ჩვენ მამო აი მე თვითონ რაც არ მაქვს ხო სხვას რო ვთხოვ და დღეს სამაგალითონი არიან სიტყვაზე და მაგარი მოწოდების სიმაღლეზე რო დგანან ვითომ რომელიღაც ტელევიზიებში და გამოიყვან და თვითონ უბედურ დღეში რო არის ხო ის რატო არის სამაგალითო მამაო დღეს ვინც მართლა უღირსი არის და არ არის სამაგალითო ხო ეს ნებისმიერი პოლიტიკოსი იქნება ეს თუ ნებისმიერი ადამიანი ანუ ჩვენთან რაღაცა სხვა ის რატო არის აი მაგალითად წამებულის როლში შეიძლება იყოს ისეთი ვიღაცა ხო რომელიღაცა ნაციონალი რომელიც წინათ იყო აი უსაზიზღრესი ან იყოს ვიღაც ბანკირი სიტყვაზე ან იყოს ვიღაც უბედური სიტყვა აი რატო არის აი ამ ქვეყანას რატო აქვს ესეთი ის რომ ვითომ დღეს გამოიყვანენ რაღაცა აიმე დედა საწყალი და ჩაგრავენ ვიღაცას და ვის ჩაგრავენ და დაღუპა ნახევარი საქართველო იმ ადამიანებმა დღეს წამებულის როლში გამოდიან და ისა რა ქვია ამ მანტიას ირგებენ და მე ვიცი რომ საქართველოში განათლებული ხალხია და ნასწავლი ხალხი არიან მაგრამ ამას როგორ ვერ იგებენ და როგორ არიციან ეს რომ იყო ეს ადამიანები ატყუებენ მაპატიეთ აი დღეს რატო ხდება თუნდაც ოჯახში ავიღოთ მამაო რომ აი ხშირ შემთხვევაში გარდა რომ შეხედავ ის ვინც იჩაგრება ყველაზე ბოროტი ადამიანია და ვითომ იჩაგრება და ვაიმე ყველა ჩაგრავს და აი ამ იმას ირგებენ ხოლმე აი ამ შემთხვევაში ხშირად ხდება ხოლმე ხო აი ძალიან არის დარღვეული საეკლესიო ეთიკა. ზოგ მართიც კი არც კი იცის ეთიკა, არც საერო და არც საეკლესიო. ისე ლაპარაკობენ მაღალი იერარქიის სასულიერო პირები და დაბალი იერარქიის რომ მე თვითონ მიკვირს ხანდახან. მე შეიძლება ჩემი საუბარიც არ მომეწონოს, მაგრამ ციხე ტყდება შიგნიდან ხო აი ჩვენ თვითონ ჩვენში არის ძალიან ბევრი რამე გამოსასწორებელი რა მე კიდევ ვიმეორებ რომ იმდენი პრობლემები მაქვს მე თვითონ როგორც მღვდელს და როგორც პიროვნებას მე ვარ დაკავებული ჩემი პრობლემების მოგვარებით რა და როცა მე ამ ყველაფერს გამოვასწორებ მე ჩემი მრევლის გამოვასწორებს და ვინც მე მიჯერებს ისიც გამოვასწორებს ხო აი ერთმა რო უთხრა კათოლიკე მღვდელმა პაპს რომ აფრიკაში მინდაო წავიდე და ვიქადაგო და შენი მეუღლეო ქრისტიანიაო არაო შვილები აფრიკაო სახში გქონიაო რა და მოდიო რა შენს ოჯახს მიხედავ აი გუშინ გიორგი გამოვედით ლოცვიდან ჩემზე წინ გამოვიდა 50 კაცი და რომ ჩავიარეთ ყველამ გამოვედით და ხედავ რომ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ყრია სალფეტკები იქ ვინც გაიარა ხო ყველა ჩვენი მრევლი იყო და ყველამ ხო ილოცა რა არავინ არა იყო ეს სალფეტკი და ურნაში არ ჩააგდო რა ილოცე ხ რა სულიერება გაქვს ხო აი მოდი აქედან დავიწყოთ რა ბოლოს მე და მამა ზაქარია გამოვედით და მამა ზაქარია შევხედე და გაგვეცინა ორივეს რა რამდენა კაცმა გაიარა ეხლა აქ ხო
ისე ვინდა ყარა მამოში ისე არის გამიშნობა ვინდა შეგნებულად ხო არ იყო ის რომ მე როგორ გამოვიჩინე კულტურა სულიერი კულტურა და აღარ ჩავაგდან აი მაშინ მივხვდი რომ რა შორსა ვარ ჩვენ სულიერი ეთიკიდან და ამ დროს ეს ხალხი ამბობს რომ მასონები გვანგრევენ და აი მასონები გვითევენ და წირვაზე რო აგვიანებ სისტემატურად მასონები გიშლიან ხელს ამაში და აი 24 საათი რომ მოძღვარი რო გთხოვს რომ ასე მოიქეცი ისე მოიქეცი და ნახევარი აი სახარების წაკითხვის მერე რომ მოდიხარ წირვაზე და შიგნით რომ მიგზავნი ფურცლით აღსარებას მასონები გიშლიან ხელს და ეკლესიის წრები თუ ჩვენ ვართ დაუდევრები და ადამიანი რო თელი ცხოვრება ვერ მოახერხებს იმას რომ გენერალური აღსარება თქვას სიმდაბლე მოიპოვოს სიყვარული კონდეს თავდაბლობა ამაში ვინ გვიშლის ხალხო ხელს ჩვენ რომ ერთი არ გვიყვარს და არც უძღები შვილები ვარ და არც უფროსი შვილები ვართ ამაში ვინ არის გიორგი დამნაშავე ჩვენა ვარ დამნაშავეები და ჩვენ რო ეს არ გვინდა გიორგი ხო აი გარკვეული სასულიერო პირები რო გაყვირიან ხო იმდენი რამე აქვს თვითონ მოუწესრიგებელი იმათ და ეს ამაზე კი არ ფიქრობენ უკვე ძალიან შორს მიდიან და იქ სადღაცას აპირებენ წესრიგის დამყარებას და საკუთარ სულში ვერ დაუმყარებიათ წესრიგი გესმის რომ წარმოვიდგინე რომ შენი სული რო აფორიაქებულია და შენ სულში რო ქრისტე არ ცხოვრობს შენ გულში რო არ შემოსულა ქრისტე მაშინვე ხარ მედროშე სიმართლის და სიყვარული რომ თავდება მერე იწყება სიმართლის მოყარეობა რომ აი არაფერი შენ გარშემო არ მოგწევს და ამ დროს პრობლემა შენში ხო არ არის რამოდენად ასე მეც ასეთი ვიყავი ადრე რომ აი რაღაცები არ მომწონდა გულებს ვაკრიტიკებდი და მინდოდა რომ მე გამხდარიყავი გუდელი და მე ყოფილიყავი ყველაზე მაგარი გუდელი და ასე სამაგალით და მე მივხვდი რომ არ განეკითხო არავინ რასაც განვიკითხავდი სემინარის წინ რო ვიყავით ხოლმე ბიჭები სემინარის სტუდენტები და ხედავდი გუდელებს და განვიკითხავდი ზუსტად იგივე წოდებში ვარდები მეც ხო ამიტომ მე იმდენი მაქვს მოსაგვარებელი და გამოსასწორებელი აღარ ამჩება დრო სხვაზე ფიქსიროთ ეგ როგორ მოვაგვაროთ მამაო რა გეხვეწებ თუ შეიძლება იმიტომ რომ აი ერთ პატარას ვიტყვი კიდე პატარა იმას გავაკ აი ეს რუსთავი ორის თანამშრომელი ეპისკოპოსები რო არიან მე ხომ პირდაპირ ვეძახი ხოლმე მაგათ მე წამყვანი ვარ და შემიძლია თქვა რუსთავი ორის აი სხვებს რომ მიუთითებენ ხოლმე ხო ეპისკოპოსები თუ მხდლების ნებისმიერი გენია რუსთავი ორის თანამშრომლები ჩვეულებრივი ხო ნაციონალები თუ არ ნაციონალები მაგას უკვე მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში თვითონ როგორ უნდა დაინახონ ნებისმიერმა იმ ადამიანს თუნდაც იმ თეოლოგებმა და ან რაღაცა რელიგია ძალიან მაგარ მცოდნეებმა როგორ უნდა დაინახონ თავის თავში ის პატარა მაინც რომ აი რაღაცაში იქნებ ცდები ამ შემთხვევაში ნების მეც როგორც ადამიანმა როგორ დავინახო ჩემ თავში რომ მე იქნებ ცდები რაღაცაში იმიტომ რომ აი ესენი ისე ნახდათ ლაპარაკობი რომ გეგონება უცოდველები არიან მე ხო მაინც ვიცი ხა მე მაინც გიცნობთ ხა სხვა თუ არავინ არ გიცნობ ვიღაცა ეკრანიდან მართლა ვიცი ვინ ხართ და რაც ხართ ხო ეხლა არ გამომამზერებინოთ მოვა მე მგონი მაგის დროც მაგრამ ჯერ ვიკავებ თავს აუცილებლად დავანონსებ გამომამზეურებ არ მინდა კიდე რომ ჩვენი ის მოუჭრა რა და ამ შემთხვევაში მამო თუ შეიძლება ისიც ეყოფათ რომ რუსთავი ორის თანამშრომელი რო ხარ უკვე ეგეც გეყოფათ რა მაგრამ ამ შემთხვევაში აი როგორ დავინახოთ ჩვენში ის ნაკლი რომ სხვაზე აღარ დავიწყოთ იმიტომ რომ ადამიანი იღლება სხვისი ნაკლის ძებნით და სხვისი ქექვით ძალიან მარტივია გიორგი სახარება უნდა ვეკითხოთ ძალიან საინტერესო წიგნია სახარება და დამერწმუნე რომ ძალიან ბევრ ქრისტიანს ბოლომდე არ აქვს საკითხული არის ის რომ 4 სახარება საქმე მოციქულთა ეპისტოლეებია ძალიან ბევრმა ეს არის უბრალოდ იცის რომ რაღაცა კარგი წიგნია თუმცა ზიანბორება მარტო და უდელი რომ ამას კითხულობს მაშინ სანთლის დანთებაში ატარებს წირვაზე დროს და ბოლოს რო ქადაგებას იწყებს უდელის უკვე გარბის იმიტომ რომ ბავშვი აზიარა და საინტერესო იქ უკვე არაფერი აღარ არის უკვე ეზიარა ბავშვი აზიარა გამოვიდა და გარეთ ახლა ლაპარაკობს რომ ეს სახენკლეში წავიდეს გესმის ეს სახარება არავის აღარ აინტერესებს და სახარებას რომ მართლა წაიკითხავ ძალიან საინტერესო სულიერი კურნებები შეიძლება შეიძინო მეძავი ქალი მიუყვანეს ქრისტეს მეძავი ქალი ესე იგი როცა ადამიანს წაასწრებდნენ სიძვაზე მოსეს ჯულით უნდა ჩაეკოლათ ეხლა წინააღმდეგი ვინ იქნებოდა ხო ქრისტე ხო ვერ იქნებოდა წინააღმდეგი ჩაქოლვის და ქრისტე ასე უნება რომ ვინც თქვენ შორის უცოდველიაო მან ესროლეთო პირველი ხო და მაშინ ცოტა ზნეობა ჩვენზე მეტი ქონდათ სინდისი და რომ მობრუნდა არავინ აღარ დარჩა და ხედავ არავინ არ დაგდობრალიო და წადიო და ნუღარ შესოდაო რა აი ეს ხალხი ვინც ასე ძალიან რიგორისტულად ქადაგებენ და ძალიან ბევრი რამე არ მოწონთ მეც ძალიან ბევრი რამე არ მომწონს გიორგი ჩემ თავში და ჩემს მიმდებარე მდგომარეობაში მაგრამ ეხლა მე ეს გამოვიდე და ტელევიზიით ვიყვირო და დავემსგავსო ოპოზიციის ლიდერებს და ამით ცნობადი სახე გავხდე მე რა დღეში ჩავარდები იცი მე უკვე ეკლესიური კი აღარ ვიქნები მე ვიქნები უკვე
ვიღაცების პროვოკატორი დაქოქილი ადამიანი, ხო? ამიტომ მოდი რა, მართლა არავინ არ განვიკითხო და არ არის ჩემი საქმე, ვინ რას აკეთებს. უბრალოდ ვიცოდეთ ხალხო, რომ კურნალო, შენი თავი განკურნე და შენი თვალიდან ამოიღე დირე და სხვის თვალში ბეწვს მოხედავ რა. ეს პირდაპირ ესია, ესე იგი, ჩემ თვალში შენ ბეწვი დაინახე და ამ დროს იმ ხელა მორი გიგდია თვალში, რომ მოდი ის მორი ამოიღე რა, ის მორი გიშლის ხელს, რომ კარგად დაინახო და ეძებ სხვის თვალში ბეწვს, ყველაფერი სახარებაში წერია. ეხლა მე რამე სიბზნეს კი არ ვაბო, ჩემს სიბზნეს, ხო? ყველაფერი წერია სახარებაში ხალხო. იქ ისიც წერია, რომ უწმინდურებთანო, უწმინდურებთანო ერთმანეთი არ განიკითხოთო რა. ანუ ეკლესიაში გაარჩიეთ თქვენი საქმე. ეს წერია ჯულის კანონში, საქმე მოციქულთაში წერია. ეს წერია მოციქულთა კანონებში, ეს წერია პავლეს ეპისტოლეებში. ყველაფერი ეს წერია. აი მაპატიეთ რა, შავი გაგების ხალხმა იცის, რომ იკრიბებიან, როგორ უნდა ილაპარაკონ რა. და ნუ თუ იმაზე მეტი არ გვესმის ჩვენ ახლა საეკლესიო სწავლება, კანონიკა რაღაცა რო არ მომწონს, მოდი რა, არ ვილაპარაკებ, არ ჩემ ეთერში გიორგი და არც ხვის ეთერში. რატომ უნდა გამოვიტანო? ეს ქალაჩუნობაა უკვე და იმიტომ. ბერიპაის ყოიც რას ამბობს ბერიპაის? ქათამი რო გაევლისო და სკორეს დაინახავსო, ფეხით გაქეკავსო და ფეხით რო გაქეკავს სკორეს, რა მოხდება? სუნი დადგება, ხო? იქით გავლა აღარ მოგინდება მე რა და ადამიანი რო გაევლის მიაფარებს იმას, რომ სუნი არ გამოვიდეს. ბერიპაისი ამბობს ამას ხალხო რა და რა გვინდა რომელი ვიყოთ, ქათამი ვიყოთ თუ ბერიპაისი ვით ბრძენი ვიყოთ და იმას კი არ ვიძახი რომ პრობლემები უნდა მივმალოთ და არ მოვა აუცილებლად როცა ვხედავ რომ არის ჭრილობა, ჭრილობას მალამო უნდა დაადო. ის ჭრილობა თავს არ დამალავს არასოდეს, მაინც ბოლოს პირს გაიხსნის, ხო? მაგრამ მე ვიძახი იმას რომ რაღაც სიბინძურეები რომ დაგროვდა და ბუნებრივია დაგროვდებოდა, იმიტომ რომ ვისაც ეკლესიის ისტორია წაკითხული არ აქვს, იმას გაუკვირდება მხოლოდ, ხო, როდის იყო ეკლესიის ისტორიაში დაწნარებული პერიოდი, ხო, ყოველთვის იყო რაღაც გარკვეული შუღლი, დაპირისპირება ბინძური ისტორიები და რაღაცები, ანუ ეკლესია ყოველთვის მალამოს უსვავდა ამ ჭრილობებს და გამოდიოდა არსებული მდგომარეობიდან სიყვარულით, კრებითობით, ძმობით, ერთობით და არა ინტრიგანობით და რომელი წმინდა მამა, რომელი ეპისკოპოსი გამოდიოდა და საერო საკითხებში არჩევდა ეკლესიის საქმეებს. არც ერთი არ გააკეთებდა ამას, თუ ეკლესიის მოყვარული არ იყო. ხო, არიოზი და ასე თქვა, მისი მიმდევრები იყვნენ ისინი, ვინც ეკლესიას ფაქტობრივად ანგრევდა. მაგრამ ვერ ხედავთ რომ ეკლესია ვერანი ვერ დაანგრია. რომის იმპერია დაინგრა და ეკლესია ისევ არსებობს. კომუნისტური პარტია დაინგრა, ეკლესია ისევ არსებობს. ხო და ესენი ნერონები, გიორგი და ხრუშოვები და ლენინები იყვნენ არიან და იქნებიან, მაგრამ პავლე და პეტრე, როცა ადამიანში იუდას ეძებ, მართლა იპოვნი რა. მოდი ადამიანებში პეტრე და პავლე დავინახოთ და იაკობი დავინახოთ და არა იუდა. რატო ეძებთ სულ იუდას, კაცო, ხო? იუდაც არის, რა თქმა უნდა, მაგრამ იუდა ერთი იყო და 11 ხო კარგი იყო რა. ესენი რას ამბობენ, იცი რომ იუდა 11 და ერთია კარგი. არ არის ესე ხალხო ნამდვილად რა. იუდა კი არის, მაგრამ ბევრი არ არის. მე ასე ვფიქრობ, იმიტომ რომ არც ის არ იქნება ლამაზი რო თქვა რომ იუდა არ აყვავდა, ყველა ანგელოზები არიან. რა თქმა უნდა, იუდას თავის მოციქულები ყავს კიდე, ხო, ბუნებრივია, მაგრამ მადლობა ღმერთს, ჩვენ ეკლესია შესწევს ძალა, რომ არსებულ სიტუაციაში გამოვიდეს მშვიდობიანად და ის დიდი ბუმბერაზე ავტორიტეტი, რომელიც გააჩნია, შეინარჩუნოს და პლუს კიდევ მოემატოს მას ძალა, რატო იცი რომ ეკლესია ხო განსაცდელებში იზრდება და როცა მას ებრძვიან და როცა ეხეთქებიან, ის მაშინ არის ძლიერი და როცა აფინანსებენ და თავზე ხელს უსვავენ, ცოტა ირყნება, ხო? პირიქით, ხო, როცა ეკლესია ებრძვი, ის უფრო მობილიზებულია, შეიარაღებულია, იბრძვის, ქადაგებს, ხო და რატო უკვირთ დღეს ეკლესიას რო ებრძვიან? ხო, ამდენი ხანია მშვიდობიანი პერიოდი იყო, არა? სულ მშვიდობიანი პერიოდი რო არ იქნებოდა, მე მგონი ეს უნდა გცოდნოდა და ესე ხოლმე ჩვენ ისე კარგად უნდა ვიყოთ მომზადებულები, რომ აი ეს ვიღაც ეგრეთ წოდებული თეოლოგები და ეგრეთ წოდებული სასულიერო პირები, რომლებიც 24 საათი იმაზე ფიქრობენ, რომ რა ცუდი თქვან ეკლესიაზე, საპატრიარქოზე, ამ დიდებულ პატრიარქზე არ არცხვენიათ, ან სიდისი არ აქვს, ან ნამუსი არ აქვს. შედალოცვილი, აი ნებისმიერ ტაქსის ზღოლი რო გააჩერო გიორგი ახლა, თუ გინდა ჩავატაროთ ექსპერიმენტი, კამერა წამოიღე. რა ეროვნებისაც გინდა იყოს, შეიძლება საერთოდ არ იცოდეს ქრისტე ვინ არის. ილია მეორეზე რო ცუდი უთხრა, შეიძლება თავი გაგიხეთქოს და გამოგეკიდოს საცემლად რა. ისე უყვართ პატრიარქი ხალხო და შედალოცილო, ამას ხომ მიღწევა უნდა რა. და ნიცი ვინც არის. შეხო მაინც აი ძალიან მეკვირს რა, რომ აი როგორ უბრუნდება ადამიანს პირში ენა, რომ
პატრიარქზე თქვა, ცუდი, აი მე ვერ ფული რაღაც მაინც ყველაფერს აკეთებს რომ ამენასაც რაღაც კონკრეტულ პიროვნებაზე არა ვლაპარაკობ ნამდვილად რა. მე ვიცი რომ ყველას არ უყვარს პატრიარქი, მაგრამ 99%-ს ხო უყვარს არა. და რომ ეხლა რა დაიმსახურა ამ კაცმა, ალბათ რაღაცა დაიმსახურა. შენ თუ ვერ ხვდები იმას მაინც შეხედე რომ ამდენი ხალხი როგორ შეიძლება რომ ერთსულოვანი იყოს რაღაცაში. ქართველების ერთსულოვნება ხო ძალიან ძნელია და მეთანხმეთ ხო? ეხლა შეიძლება თქვა ზოგს ბარსა უყვარს, ზოგს რეალი უყვარს ხო? ზოგს რეგბი უყვარს, ზოგს კრივი უყვარს, მაგრამ აი ქართველები თუ რამეში ვართ ერთსულოვანი, ეს არის რომ ოთხის ტაოსანი მაგარი ნაწარმოებია და საკითხი არავის არ აქვს და მეორე ის რომ პატრიარქი მაგარი კაცია ხო? აი ამაში ერთსულოვნები ხო ვართ არა? ხო და ესეც გინდა დავკარგოთ და ესეც გვინდა რომ ეს რამაც გაგვაერთიანა ამანაც ესეც თუ დავკარგეთ ჩვენ გადაგვარებას მართლა უკვე ვეღარ გავიგებთ ისე გადავგვარდებით რა 86 წლის პატრიარქი ყვა ჩემთვის არის ის როგორც სერბეთის პატრიარქი რო იყო პავლე ხო? იმ რანგში მყავ მე აყვანილი ჩემი პატრიარქი რა და ძალიან თხოვს უყველას ვინც გინდა იყოს რა რომ მე შეიძლება გულში ვფიქრობდე რომ არ მომწონს მაგრამ ამას საჯაროდ ნუ ვიტყვით რომ საჯაროდ ამას ნუ გამოვაცხადოთ რომ გულს ნუ მატკენ რა მე ხა შენზე არ შევიცვლის დაბეჭდილებას და არ შეგაგინებ და არ დაგწყევლი მაგრამ გულს ნუ მატკენ მარტო მე კი არა საქართველოს სულში ნუ ჩააფურთხებთ ნუ რავინ რა იმიტომ რომ ეკლესია არის სული ქვეყნის და ამ სულს თუ დაასნეულებ და მის მამამთავარს თუ შეურაცხყოფას მიაყენებ იმას რამე კი არ დააკლდება ამით კაცო ბევრ ადამიანს გული ეთკინება და შენ მე ვინც გინდა იყო ხო ძალიან ცუდად დაამთავრებ შენ მოღვაწეობას რა თუ აი ერთ მაგალითს მოიყვანა საქმე მოციქულდას 22 თავში თუ არ მეშლება რა პავლე მოციქული ქადაგებს და შეურაცხყოფას მიაყენებს ხელს შემოარტყავს უდელმთავარი ანა და პავლე ეთქვის რომ თეთრად შეფერდ საფლავო და ეთქვია რომ შენ იციო ეს უდელმთავარიაო და ბოდიშს მოიხდის პავლე მოციქული რომ მე არ ვიცოდიო რომ უდელმთავარი იყო იმიტომ რომ წერიაო რომ შენი ერის მამაზეო ცუდი არ უნდა თქო გესმის ის ანა უდელმთავარი რომელიც ქრისტე გააკრა ჯვარზე გესმის იმაზე თქვა რომ თეთრად შეფეთქილო საფლავო იმიტომ რომ ხელი შემოარტყა იმან რომ პავლე აღარ ჩერდებოდა ისე ქადაგებდა და იმან ხელი შემოარტყა და ამან უთხრა რომ ამან ხელი კი არ დაუბრუნა თეთრად შეფეთქილო საფლავო და ამა ფუტკოზე შენ იცი ვიზე ლაპარაკობო და დელმთავარიაო და ბოდიშიო პავლემ ბოდიში მოიხადა ჟულის კანონით ერის მთავარი ხო არის პატრიარქი ხო ეხლა ხო არის ერის მამა ხო და ახლა სად მივდივართ აბა დაუკვირდეთ ეს წერია საქმე მოციქულთაში ვისაც ყური აქვს ისმინოს თუ კითხულობ წმინდა წერილს წაიკითხეთ კარგად და გაიგეთ რა პავლე იხდის ბოდიშს ხალხო იმიტომ რომ თან ის დამნაშავე იყო იმან დაარტყა ხელი პავლეს ხო და პავლემ კულტურულად უპასუხა და უთხრეს რომ და მაშინვე ბოდიში მოიხადა და თან ჟულის კანონთან მოსეს ჟული დაასახელა რომ იქ წერიაო რომ არ უნდა ვთქვა ცუდი ერის მთავარზე რომც იყოს ცუდი ის ხო ცუდი იყო მაცხოვრის ჯვარცმელი იყო ფაქტობრივად ხო ხო და აი ამაზე მეტი არგუმენტი შეიძლება ჩვენ კიდე რა მოვიყვანოთ ხოლმე არავის არ ეგონოს რომ მე რაღაც გაქეზებული ვლაპარაკობ და ადვოკატი ვარ რაც იჭირდება პატრიარქს ჩემი უბრალო უდლის დაცვა პატრიარქს თელი საქართველოს იცავს და ღმერთი იცავს და ღმერთი იცავს ხო მაგრამ მე არ მინდა რა ასეთი დიალოგების მოსმენა მე ძალიან მეტკინა გული რა დიახ აი მეც ამაზე ვარ ნაწყენი ძირითადად თორე ის არ ვერჩი არაფერს ისე თავის საცოდაობა იყოფა ვინც ამას განიკითხა მეტი რაღა უნდა ვერჩოდე ხა მე ჯობია რომ ვერჩოდე მაგას ვიდრე აი ეს თვითონ რასაც ერჩის თავის თავს პატრიარქს ესე ლანძღავენ და განიკითხავენ ეს ერთი თემა მაგრამ მეორე თემა მამო ძალიან გთხოვთ რომ ეს გითხრათ იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანის პრობლემაც არის ეს შინაურებისაც სახში სიტყვაზე და ასე შემდეგ შინაურების რამ ხრივ ანუ ბევრ ადამიანს ეხება ეს პატრიარქი რასაც აი 40 წელზე დიდხანს იწვალა ააშენა ააყვავა აი ეს პატარა ბიჭუშკები გოგოშკები თუ ვიღაცეები რატო შლიან ამ ყველაფერს აი ამ ყველაფერს რატო უღებენ ბოლოს რატო ცდილობენ ის რომ მამამ რაც შექმნა ეს ყველაფერი გაანადგურონ იგივე რუსთავი ორის მეშვეობით იმედიის პირველი თუ რომელი არხის მნიშვნელობა არ აქვს თავისი ენის მეშვეობით რატო შლიან აი რატო არიან ესეთი ბოროტები და რატო არიან ესეთი შეუგნებლები და თან კიდე ეს ბოროტი ხალხი დღეს რატო გონია ვიღაცებს რომ სიმართლის თქმელები არიან აი ამ ყველაფერს მამო აი რატო უმწარებენ აი თქვენ რო თქვი წეღან რომ ასაკში შესული მშობელი რატო ამწარებს შვილი მშობელს ყოველთვის ასაკში შეხვალ რაღაცა პრობლემის ისა ამბავი არის და ყველაფერს წინ დაგახვედრებენ აბსოლუტურად და გიმწარებენ მთელ სიცოცხლეს ამ პატრიარქმა რაც აშენა ეს ეკლესიები რა მდგომარეობას დააყენა იმ ყველაფერს წყალში რატო ყრიან ისევ სასულიერო პირები ვიც
აი 40-დან ამოიყვანა, დააჯინა აქ მღვდელმთავრად და კიდე აქეთკენ ერჩიან სიტყვაზე. აი ამ შემთხვევაში მამაო რა ხდება და ეს ანალოგი მე რას ვკითხულობ, იცი? აი როგორც პატრიარქის ცხოვრებაში, ისე ნებისმიერ ჩემი ან ნებისმიერი სხვა ადამიანის ცხოვრებაში წერს ეგრე. ვიღაცა წუმპიდან ამოიყვან, დადებ სადღაც და მე აი ის გიშლის იმ ყველაფერს, რასაც შენ შექმნი ამ მთელი შენი ცხოვრების მანძილზე. გიორგი, ძალიან მარტივია მაგაზე პასუხი. ღმერთი აშენებს, ეშმაკი ანგრევს. დღეს საქართველოში რომ ვიღაცამ ყურადღება მოგაქციოს და გადაგიღონ და გამოჩნდე, რამე სიბილწე უნდა თქვა ეკლესიაზე, პატრიარქზე, იმიტომ რომ ინციდენტი ნიჭიერები ხო არ არიან, რომ მხატვრული ნიჭი გქონდეთ, ან ლექსი დაწერონ, ან მოთხრობა, ან სურათი და თავის კაი ადამიანი და ამით უკვე ვერავინ ვეღარ გამოჩნდა, იმდენად უნიჭოები არიან, გესმის? ახლა ძალიან მარტივია, ხო, ვიღაცამ დეისაძე თუ ვიღაც რო იყო, ხო, დაწერა რაღაც ისულელე და ამით თვითონ თქვა რომ ეს პიარი გავიკეთეო რა და ჩვენს გამოუცდელი ღმრთები მიცვიდნენ და უცბად გაუკეთეს რეკლამა, ხო? ლაშა ბუღაძემ დაწერა თამარ მეფეზე რაღაც ისულელე, უცბად პიარი გავხსუ, გაიყიდა, ვერ ვიყიდე ერთი ეგზემპლიარი რომ წამეკითხა გამიგე. უცბად ძალიან მარტივად გვაგდებენ მაპატიეთ ამ სიტყვაზე რა. ხლა რო დააჯდა და მართლა მწერა ხლა მწერალი იყო ტოლსტოიც და მწერალი არის ლაშა ბუღაძეც კაცო, ხო, ახლა ცეცხლია ხლა რა, რა მწერალზეა ლაპარაკი, მაგრამ დღეს იმდენად იაფასიანია ყველა მაპატიეთ ხლა ლაშა ბუღაძეც არა მაქვს ჩაგდროთ, მაგალითად მოიყვანე შენდობას ვითხოვ თუ რამე ესეთი არაკორექტული თქვი, უბრალოდ რა მინდა რომ აი მიხედეთ რა, არსად არავინ აღარ ჩანს. ერთადერთი კაცი ეკლესიაში საქართველოს არის პატრიარქი, ვინც ანათებს ფაქტიურად, ხო? და დანარჩენი ესე იმდენად ბაღლინჯოები არიან, რომ აი არაფერს არ წარმოადგენენ და ვიღაცამ რო ყურადღება მოგაქციოს, რამე ცუდი უნდა თქვა პატრიარქზე რა და კარგს ვერ იტყვი, იმიტომ რომ კარგის თქმასაც ხო ნიჭი უნდა რა და ცუდი ადვილია რო თქვა და ამიტომ მე რომ გამოჩნდეს და მიიწვიონ მე თოქ-შოუში და რომ დაუსრულებლად ილაპარაკოს მერე და ხალხი და მიკროფონებით რო დასდევენ და უხარიათ გესმის მე შევწუხდი ერთი ოჯულა მომაკითხეს უკვე სულათახდები აღარ მინდა ეს მიკროფონი და ეს მოშვერილი კამერები რა უბედურება არის კაცო და ზოგს უკვე პროფესიად ექცა გესმის რომ არავინ მოწყენილი ცხოვრება არავის არ ჭირდები სულიერება შენ არა გაქვს ფული შენ არა გაქვს არაფერი ავტორიტეტი შენ არა გაქვს და რაღაცით ხო უნდა გამოირჩეოდი ამ ქვეყანაში და რა არის თუ პატრიარქი აგინო ეკლესია აგინო ინტრიგა თქვა აი ეპისკოპოსებზე რაღაცა წერილი დაიწერა და წერია და ეს აბრალო ხალხი ზის ეხლა და უყურებენ როდის გაბუნია და მელაძე როდის იტყვიან რაღაც სისულელეს ბლუყუნით და რაღაცა ჩურჩუტობენ რაღაცეებს ხო რატო ვიძახი ამას იმიტომ რომ ისინი გულანძღავენ ჩვენ გესმის და ჩვენ თავჭაყოფილები ვარ და ვდგევარ და მე უნდა ვიახო მამა არ გეშინიათ რატო ვიძახი კი არა გას ვიცი რა დამთავრდა რა რაღაცა კანონი ხო შეიძლება მოვიღოთ ცოლი ქმარს რო ეჩხუბება ამ პირიქით ციხეში უკრავენ თავს მაშინვე და იმისიო მოძალადე და ეკლესიაზე რო ზალადობენ და პატრიარქს რო აგინებენ ამაზე კანონი არაფერი არ უნდა იყოს ჩემი რელიგიური გზნობების შეურაცხყოფა რო ხდება ყოველ დღე ამაზე რამე კანონი არ უნდა იყოს თუ ეხლა ჩვენ მართლა ხელები დავიკაპიცოთ და ჩხუბზე გადავიდეთ ხო ჩვენ ხო ამას არ გავაკეთებთ გიორგი არა მაგრამ არ ღიზიანდები როცა გიგინებენ მამამთავარს როცა ეკლესიას და ეს არასამთავრობოები და ვითომ მწერლები და ვითომ პოლიტიკოსები და ვითომ ჟურნალისტები სხვა საქმე არა აქვს არაფერი ეხლა ძალიან აინტერესებს რუსთავიორს მამალაძე ეზიარება თუ არა რა ესე იგი აი მეტი საქმე არა აქვს ხო მე მეკითხებიან და შენ ნაზიარები ხარ შვილო არა ხო რაში გაინტერესებს მამაუა ეკლესია თვითონ გადაწყვეტავს გამოაცხადა ხო საპატრიარქომ რომ ვისაც უნდა შევიდეს და აზიაროს ხო ვინემ დაუშალა იმ კაც ზიარება ვერ გავიგე აი რა უნდათ ხო ჯერ თქვენს რომ ზიარება გვინდა ახლა გაანთავისუფლეთო ხო ჯერ თავიდან სხვა მოთხოვნა იყო ახლა სხვა მოთხოვნა არის ვერ ხვდებით რომ აქ რაღაცა პროვოკაციას აქვს ადგილი ხალხო და საპატრიარქოს იცავს ღმერთი და დედა ეკლესია იცავს რა და თქოს საპატრიარქო რაღაცა ორგანიზაცია იყოს განყენებული გესმის და ის ეკლესია სხვა რამე იყოს ხო ეკლესიის ორგანოა ერთ-ერთი ხო საპატრიარქო და როგორ შეიძლება შემოკარგებო რა უბედურება თუ ვინმეს რამე პრეტენზია აქვს და ჩვენ რამეს ვაშავებთ ჩვენ ამაზე პასუხს ვაგებთ უფლის წინაშე კაცო ხო ყველა ვინც ჩვენ მაღალი თუ დაბალი იერარქიის სასულიერო პირები ვართ ყველა ვაგებთ დღეს თუ ხვალ პასუხს ჩვენი ცოდვების გამო რა და ამიტომ გემუდარებით გთხოვთ ყველას ვისაც ოდნავ მაინც პატივისცემა გაქვთ ეკლესიის რომ უძღებიშვილის კვირა ხალხო აგერ მომავალი კვირა არის საშინელი სამსჯავრო შევრიგდეთ მოვინანიოთ ერთმანეთი ჩავიხუტოთ და დავიწყოთ რა ეკლესიური ცხოვრება გიგეთ აი ფერეიდანელი ქართველები ამბობენ იქაც ხო არის მარტყოფი და ესეთი სახელები ქვია რომ იმდენი ვიჩხუბეთო ერთმანეთშიო სანამ შახაბაზე არ მოვიდა და აქ არ გამოგვრეკავ მანდო წესიათ მოიქეცითო თუ იგივე დაგემართებათო რა ახლა 200,000 სირიელი რო უნდა გადმოასახლონ
მიგრანტები თქვენ ხო ვიცით კარგად რომ არის ეს პროექტი და ჩვენ თავრობას უკვე ამაზე ხელი აქვს მოწერილი. სოფლები როცა არიელია და ჩვენ რო ევროპაში გავარბივართ, ამერიკაში გავარბივართ, ჩვენ სახლებში მე მიგრანტები ჩამოვლენ ხო? მოგონილი იქნება მონღოლობა და არაბობა და სპარსელობა და ოსმალობა მე ხალხო რა. მოდი ამაზე ვიფიქროთ. ერთმანეთი დავჭამოთ თუ გავერთიანდეთ, შეურიგდეთ, ვაპატიოთ და ეხლა ასე გავატაროთ, წარმოვიდგინეთ, ეხლა თოქ-შოუში იქნება მამალაძის წერილის განხილვა, მე იმას მოყვება იმის განხილვა, ამისი განხილვა და ის ხალხი, ვინც ეხლა ეკლესიაში უნდა მოსულიყო, ან მოსულია, ისინიც აღარ მოვლენ ეკლესიაში. და ეკლესიაში ხალხი რო აღარ მოვა, ეკლესია რო იცლება, სამათყოფოები და ციხეები იუსება მე. დაიმახსოვრეთ კარგად. აი სიტყვები კარგად დაიმახსოვრეთ. ეკლესია რო იცლება, სამათყოფო და საპრობილე იუსება. სკოლაში რო ბიბლიას არ აკითხებენ, მე ციხეში კითხულობენ ბიბლიას და სამათყოფოში. როგორ შეიძლება სკოლაში ბიბლია არ იკითხებოდეს, ხო? წმინდა წერილი რაღაც ბავშვების დონეზე სახარები ამოიღო და ასწავლო რა არის მოყვასის სიყვარული, რა არის უფლის სიყვარული. ამას ჩვენ მართლმადიდებლური ქვეყანა ვართ, თვისობლის წილხვედრი ვართ და სკოლაში მღვდლები ვერ შედიან. წარმოგიდგენიათ ხალხო. და შედეგი რა არის? ჩვენი შვილები და შვილიშვილები ათეისტები იზრდებიან, რომლებიც თავზე დაგვაფარებენ ხვალე ყველაფერს. ხო და გეტყვიან, ის პატრიარქია რო აგინებდნენ, გესმის? იმას კი აღარ ეტყვი რომ ყველას რო უყარდაო. ილია მეორე ცირმელი პატრიარქი იყო, აი რო ლანძღავდნენ არა? ესე შევა ისტორიაში პატრიარქი გესმით? ეს ყველაფერი გიორგი არის, მე და შენ ვერ შეგვცვლიან, მაგრამ ეს ყველაფერი გათვლილი არის მომავალ თაობაზე. ხა შენ ვინ შეგასრულებინებს აზრს მართლმადიდებლობაზე და პატრიარქზე, ან მე, ვერავენ. მაგრამ აი ის ჩვენ შვილებს და ჩვენ შვილიშვილებს იმაზე მუშაობენ, ხო? ბჟეჟინსკი და ესეთი ხალხი რო ჩამოდიოდა და ხოლმე ჩამოვიდნენ. თქვენ ჩუმად იყავით რა, თქვენ არ გელაპარაკებითო, ჩვენ ახალგაზრდებს ველაპარაკებითო. ხო და ეს არასამთავრობოები, თეოლოგები და ვიღაცეები, ხო? აი ამით არიან დაკავებულები, იმიტომ რომ გრანტს ისე ვერ აიღებენ რა, იმიტომ რომ უნდა დაამხონ ბნელი საპატრიარქო ბჭყალებში და რაღაცა თვითონ თინეიჯერული ახალი რაღაცა უნდა შექმნან, მოკლეკაბიანი გოგოები და ივლიან შიგნით ალბათ მერე და რაღაც ესეთი კარნავალები რომ მოეწყობა და რაღაც ისულელეები რა. არ მოწონთ რა წესრიგი რო, არ მოწონთ სიყვარული რო, არ მოწონთ ამხელა ავტორიტეტი რო აქვს პატრიარქს, ხალხო ეს არადემოკრატიულია. ამას ებრძვის თელი დემოკრატიული სამყარო, რომ ეს როგორ შეიძლება, რომ აი ამ პატარა ერთი წისქნა ქვეყანაში ამ მოხუცებულ პატრიარქს რამხელა ავტორიტეტი აქვს. რატო შენ არა გაქვს კაცო, ვერ გავიგე, რატო გშურს ხო, ვერ გავიგე. ან გაიხარე რა მაგ. ედუარდ შევანდეც ასაკომუნიკაციო იყო, მაგრამ რა ავტორიტეტი ქონდა შეხო გახსოვს კარგად არა? მეთმათერში ამ ყოფოს კაცო. ისე მამა რა მინდა იცი თქვა რომ აი ისინი რომ ლაპარაკობენ ხა იმათ კარგად იცნობს საზოგადოება ვინც ეკლესიის გარეთ არიან ხო ეკლესიაზე ხო და იციან რომ სიტყვაზე ეკლესიის გარეთ არის და არის რა მტერი რა ჩემს სახლს გარეთ არის მაგრამ ძალიან გულსატკენი არის როცა უკვე ეხა უკვე შემოვიდა იმაზე რომ ეკლესიის შიგნით ვინც არის უკვე ისაუბრობს ეკლესიაზე ცუდს ანუ აი ეს შემთხვევა რა არის და რატო აი აქამდე სად იყვნენ ესენი ან ესე რატო გამომჟღავდნენ ან ეხლა რატო ხდება მაინც და მაინც ანუ უკვე ის დაიწყო რომ აი ან ეკლესიამ როგორ დაიკავა ამდენხას ამდენი ცუდი ადამიანი შიგნით თავისთან იმიტომ რომ ძალიან მიკვირს იმიტომ რომ ჩვენც ეკლესიის წევრები ვარ და აი მე მაგალითად მაგათთან საერთო არ მაქვს მაგათთან უფრო არ მექნება ვიდრე ეკლესიის გარეთ რო არის იმ ადამიანთან იმიტომ რომ ძალიან ცუდია როცა ადამიანმა ვითომ ჭყალებში მე არ მგონია იმ ადამიანმა ვინც ეკლესიის წესები იცის ან ღმერთის საერთოდ წამს და ადგება და თავშობელსთან იქნება დაუნახავ, იმიტომ რომ დაუნახავი ადამიანი არის პირველი ღვთისმობელი. აი პირველი არის ის, რომ დაუნახა ადამიანო რაღაცად გაქცია კაცად, ხო? აი ეს თუნდაც აი ეს თანამედროვე ახალი მღვდლები თქვენ როგორც ამბობთ, აი რავი, ყველა ბერს ქვია პეტრე, რავი, ისიც არის წერლები ხარ თუ მღვდლები, ვეღარ გავიგე უკვე ზოგი პროფილებში რო გამოდის, რა ვიცი. არ მომწონს რა აი ეს ამისი რატო არის ჯებიან აი ესეთი მოწყალება რა უბედურებაა რა შეიძლება არ ვიცი პროფილში გავიხედე და აი გეფიცებით ყველაფერს ისეთ ემხოთ ელს რა უნდა პროფილში და იმაში მეორეს გავიხედე რუსთავიორის იმაზე რა უნდა სასულიერო აი რატო ამცირებენ ამ ინსტიტუტს ხო იმაზე ზემოთ უნდა იდგეთ ხო მამა აი იმიტომ რომ იცით რატომ წდება გულ ეს თქვენ მოიტანეთ იმის ფასად რომ დღე და ღამე ხი დადიხარ და ამდენ ადამიანთან არ მინდა თქვა, მაგრამ ახალ წლებზე და იმებზე გაჭირებულებთან ერთად მიდიხარ და ხვდები და ვიღაცა გზომავს პროფილში რომ მღვდელი გამოვიდა და 200 კითხვას რო უსვამდნენ იმით, ხო? არ შეიძლება, ხო, ესეთი რაღაცა, ხო? თქვენს მღვდელი ხარ და ის მეტი არ იყო ჩემი მტერი ის მღვდელი იქნება. რატო, ხო?
არ შეიძლება დღეს აი ყველაზე სამართლიანი იყოს სიტყვაზე ვიღაცა ეპისკოპოსი, რომელიც არის აი პირდაპირ პატრიარქის ტერი, ხო და ხალხს გონია რომ სამართლიანი. რატო ესეთი უსამართლო ეს ქვეყანა? გეხვეწებით, მითხა ეს ვითომ ძალიან თბილი ქვეყანა რო არის. ისეთი ზოგადად საკაცობრიო კითხვა და ამისი გიორგი რომ ცნობილია რომ დედამიწა ადამიანები იმ დაცემის შემდეგ არის უკვე თავდაყირა ყველაფერი რა ნოერო გამოდის კიდობნიდან ღმერთმა სისარტყელა მოგვარა და უთხრა რომ ადამიანი დაბადებიდანვე ბოროტებისკენ მიისწრაფვის და მის გამო მე წარღვნას აღარ მოვალენ ქვეყანაზე ხო ანუ ადამიანი რო დაეცა იმის მერე უფრო და უფრო მიდის დაცემისკენ აი ხო 21 საუკუნეა პირიქით უნდა ახალი ადამიანი თანამედროვე ადამიანი უფრო კულტურული ზნეობრივი და რელიგიური უნდა იყოს ხო თუ სწორად მივდივართ მაგრამ პირიქით ხო თანამედროვე ადამიანი არის გოგო არის ბიჩაგავ ბიჭიკავ გოგოს ვერ გაიგებ რა სქესია რაღაც ბედურებები შემოდის და აი რა ვიცი ნუ აღარ დავასახელებ მაგათ ახლა როგორ შეიძლება ეთერში მათი დასახელება ხო ხო და ვირო უკვე უფრო დაცემისკენ აი ლოც რო დააგორებ და ჯერ თავიდან ნელა რა გორავს და მიგორავს და მერე რო აუჩქარებს იმდენად აჩქარებულია უკვე ეშმაკის დაცემა კიდე ეშმაკი ხო ესე კი სტატიკური მდგომარეობა კი არ არის გაჩერებული კი არ არის უფრო და უფრო მიდის დაცემისკენ და ასე ადამიანიც აი შეხო გინახავს თუ ადამიანი არ გამოსწორდა რა ლოთობს მე უკვე პაპატით ბონჟი ხდება თქვა თუ სიგარეტის მოწევას თავს არ დანებ მე უკვე ნარკომომხმარებელი ხდები და უფრო დაცემისკენ მიდის ყველაფერი და შეხედეთ ახლა რა კარგისკენ მივდივართ თუ ცუდისკენ ახლა ძალიან სულად შეიძლება გამომივიდეს მაგრამ აი კომუნისტური რეჟიმი როცა იყო აი მათ მართლა ქრისტე რო ეწამათ ხო ძალიან მოწესრიგებული ხალხი იყო და ბევრი რამე კარგი იყო მაშინ ხო ღმერთი არ წამდათ გასაგებია მაგრამ ძალიან ზნეობრები და მოწესრიგებული ხალხი იყო და ეხლა არც ღმერთი წამთ არ ზნეობრებები არიან არა უბედურება ის არის თან ჯვარს ატარებენ გესმის შესამოსლები აწვიათ ეხლა იაღოველმა რო ცუდი თქვას პატრიარქზე ვინმე მოусმენს რა ეთქენ იაღოველია რა ხო მღვდელი რო ამბობს როგორია აი ეგ არის უბედურება რო ცულმა რო თქვა ხო იცი რო ხემ რო თქვა რო ჩემი ბიძაშვილი რო არ იყოსო ტარიო ხო ვერ მომერეოდაო რა აი ეგ არის ციხეში შიგნით დანწყდება ხალხო თორე ეხლა მალხასონღულაშვილი ამდენიც გინდა ილაპარაკოს პატრიარქზე არავინ არ მოусმენს რა იმიტომ რომ ის ვერ გაიგებ ვინ არის და რას წარმოადგენს მაგრამ აი შე რო პატრიარქის უბეში ხარ გაზრდილი და ცოტა სხვანაირად რო იქცევი მე შეიძლება ჩემ თავზე თქვა ეგ და გველივით რო იქცევი მე არავის არ ვიძახი არც ერთ სასულიერო პირზე არ ვიძახი მაგას მე ცუდი გდელი ვარ და მე ჩემ თავზე ვიძახი იმიტომ რომ ნარიყალა სხვანაირი წინამძღვარი შეფერის ნამდვილად რა და მე არ ვიცი ვინ რა თქვა პატრიარქზე არ ვიცი რა გულში ამით ყველამ თავისთავი გაშიფრა ფაქტიურად ხო ეხლა ეხლა რო თქვა იესო ქრისტეზე რომ ღმერთი არ არის ეხლა იმას რამე დააკლდება შენ ხარ იდიოტი ხო მეტი არაფერი და ეხლა პატრიარქი თუ ვიღაცას არ მოწონს ეს მისი პრობლემა ღმერთმა შეუნდოს დარწმუნებული ვარო პატრიარქი აპატიებს და მე ვფიქრობ რომ შედეგება მოხდება და როგორც საჯაროდ ითქვა საჯაროდვე მოხდება ამისი სინანულიც გაჟღერება რომ რაღაცა შეცდომას ჰქონდა ადგილი რაღაცა გაუგებრობა მოხდა და ყველაფერი ზღაპარივით კარგად დამთავრდება მე ასე ვფიქრობ და თუ არა და მაშინ არ ვიცი მაშინ ჩემი საქმე არ არის რა მე ჩემი პრობლემები მაქვს ბევრი ძალიან და მე ჩემი მრევლი მყავს ჩემი ოჯახი მაქვს და მე მინდა რომ იქ მივხედო რა შეიძლება რომ კარგიც რაღაცაც ისეთიც რომ აი იმ ადამიანებს ვისაც აი ძალიან ბევრი აი იმიტომ არის რომ ჩვენ დროს მეთქი აი იპარავენ თქვა ის ცუდი ადამიანები ის ცუდი რეჟიმი წესრიგი ხო რა აი გეხვეწა აი როგორ არ მოვაპარნოთ აი ხო ბოლო 5 წუთი დარჩა და აი ამაში თუ ჩავეტევით ხო მითხარი რომ და თუ გვეტყვით მამაო რომ როგორ არ მოიპარონ ამ ბოროტმა ადამიანებმა იმიტომ რომ მე მაგალითად ერთი გადავწყვიტე რომ ტელევიზორი არ მაქვს 10 წელია და საერთოდ არ ჩამირთავს ტელევიზორი და არ უყურებ რა თუ ვინმე რაღაცას მეტყვის მომწერს ან წავიკითხავ უბრალოდ აქ თავდება ეს ყველაფერი მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი ვიცი ღვაწლი დაასახელე უკვე ეს უკვე აღარ არის შენი ღვაწლი დაასახელე არ არის ეს ღვაწლი არ არის უბრალოდ ნერვს აღარ ვიშლი და არ მაქვს ტელევიზორი და მორჩა რა აი ეს აი ამ შემთხვევაში მამო თუ შეიძლება რომ აი როგორ ჩვენი დრო როგორ არ უნდა წაგვართონ ამ დაუნახავმა ცუდმა ბოროტმა და ესმა ადამიანმა აი როგორ უნდა ჩაიაროს მათი ეს დაუნახაობა და არაადამიანობამ ისე რომ მე ჩემი ყურადღება არ მიიპყროს აი მე ესე ვაკეთებ აი ამაზე ვიშლი რომ იპყრობენ აი ძალიან ახლა შენსავით ღვაწლში არა ვარ, მაგრამ მე როგორცაც ვაკეთებ იმას გეტყვი. როგორ არ ყოფილხარ მამა ღვაწლში დაგილაგებია. თქვენა მამა ზაქარიას ეკლესია. ცოტა მაქვს რომ ადრე ვდგები რომ დრო ბევრი გამოვიყენო და იმასე კი არა ეხლა რომ ვინ როგორი მღვდელია და ვინ როგორი ეპისკოპოსია და ვის ოჯახში რა ხდება. იმდენი პრობლემა მაქვს მე ჩემი და ჩემ მრევლი ისე მიყვარს რომ აი დილიდან ლოცვის მერე ჩემ მრევლს ლოცა უქადაგებ ჩემ გვერდზე ვალაგებ რაღაც ჟუტურებ ვითომ ლექსები ვითომ რაღაც ქადაგებები
რაღაცას ასე ვთქვათ, შენ ჭიას ვახარებ რა, მაპატიეთ რა და თუ ვიღაცას მოწონს, მადლობა ღმერთს. თუ იმეს არ მოწონს და გადართონს სხვაგან, ხო, რაზეა ლაპარაკი და აი ამიტომ მე ხლა მართლა არა ჩემი საქმეა, გიორგი, ვინ რას აკეთებს, ვინ რას ამბობს პატრიარქზე, ვის რა პრობლემები აქვს ოჯახში, ეპარქიაში ან სამრევლოში. მე რომ ამაზე ფიქრი დავიწყო, ჩემი დამრჩება უკან, გიორგი და მე ჩემსას უკვე ვეღარ მოვაგვარებ და იმდენი ხალხი მენდობა და სჯერა, რომ მე ვფიქრობ იმ ადამიანებს უნდა მივაწოდო ღვთის სიტყვა, სიყვარული, სითბო, ყურადღება, აი ეს არის მთავარი რა და ეხლა მწყემსმა რომ ფარასთავი დაანებოს და მაწანწალად ზაღლებს გამოეკიდოს, ფარა დარჩება მგლები შეუჭამენ მერე, ხო, იმ ფარას რა და ამიტომ ჩვენ არ უნდა გამოვეკიდოთ აი ამ შემოგდებულ სიტყვებს და შემოგდებულ რაღაც პროვოკაციებს რა. ეს იყო, არის და კვლავაც იქნება. მე შეუნდე ყველას და ვთხოვ ყველას რა, ხა შენდობის კვირა იქნება ორ კვირაში. მე ვფიქრობ, რომ ის ხალხი, ვინც გული ატკინა პატრიარქს, ნამდვილად მოვლენ სამებაში, საჯაროდ და ასე ვთქვათ, შენდობას ეტყვიან პატრიარქს. მე დარწმუნებული ამაში და ის ტელევიზიები, ვინც აი ესე გახარებულები იყვნენ იმით, რომ პატრიარქზე რაღაცა არასწორი ითქვა, ამას გადაიღებენ ალბათ და მოხდება ერთი დიდი ნაბიჯის გადადგმა ქრისტესკენ, სიყვარულისკენ და სიხარულისკენ. მე ასე ვფიქრობ, დავიცი. დიდი მადლობა, მამაო. უბრალოდ გაუთხილეთ ძალიან რა. დიახ. ხო, აი მაგ არის. იყო გიორგი, დრო არის ძალიან ძვირფასი და განკითხვაში არ დავკარგოთ. სიყვარულში და ჩახუტებაში და მოფერებაში და ლოცვაში და მარხვაში გავატაროთ ეს დრო. და ცუდ ადამიანებს არ მოვატაცინოთ ჩვენი ძვირფასი დრო რა და იმიტომაც ხდება ეს. ცუდი არ თქვათ არავიზე, ადამიანი ცუდი არ არსებობს, ცუდად იქცევა. ყველაფერი ღმერთმა ეშმაკიც არ არის ცუდი, უბრალოდ ცუდად იქცევა, თორე ღმერთმა ის კეთილად შექმნა. ეხლა მამაო, აი თქვენზე და ჩემზე მეტი იცის ვიღაცამ სიტყვაზე რომ იტყუებიან და ამბობენ რომ სიტყვაზე არა წერილიო, ისე წერილი არსებობს, არაფერი წერილიც არ არსებობს და იმაზე მეც მე გეტყვით აგერ ტელევიზორიდან მაგაზე მეც გეუბნებით ვიდრე შექმნეს რომ ვითომ რაღაც წერილი არსებობს და ამაზე ხშირი ადამიანი რომელიც გასაჭირზე უნდა იზუნოს და რაღაცა ამაზე ფიქრობს რა წერილი, არაფერი ისეთი წერილი და არც წერილიც არ არის, მე მგონი, მე არ ვიცი რა არის, რა მოიგონეს ვიღაცებმა, მაგრამ მე უფრო მეტი ვიცი დამიჯერე და მამა გიორგი ვიდრე იქ საერთოდ წერილი არ არსებობს ეგეთი. აი მიწერენ რომ დასრულდაო ძალიან ისა რა ქვია დროს გადავაცილეთ და დროებით გემშვიდობებით ფონდი ერთობა შეგიძლიათ მოიწონოთ იქიდება ეს გადაცემა მე გახდით გიორგი დარასელია ჩემი სტუმარი გახდათ მამა გიორგი თეოდორაშვილი მამაო ბოდიშვიხდი ერთ უცბად დავამატებ დასულა მაგრამ მე ვიციო თქვენ უკვე თქვენთან ჩამოსასვლელში ნაგავი არ სარიდება იმიტომ თქვენ ამ რეულმა უყურა და გაითვალისწინებენ და აუცილებლად სულ დაალაგებული იქნება თქვენი ტაძარი მე გაძლევთ ამის პირობას ვიცი ეს ყველაფერი რომ ხვალიდან ესე იქნება აუცი ეთყო ვერ დაინახეს მამა თორე არ ამის მერე დაინახავი დარწმუნებული